მზდია არ ვინანებ. თუმცა უკვე ეჭვმეპარება. ახლა უკვე გვიანია. ბავშვები ჩამოფრინდნენ და მალე სასტუმროში შემოვლენ. ვიცი, ისევ თქვი ჩემთვის. მირანი სადაა? ძიძასთან ერთად. ელენე გახსოვდეს. აქ არც მე ვარ დედა და არც ანია ძიძა. მე ვარ რეჟისორი და შენ ჩემი ასისტენტი. გახსოვდეს. მირან, სანაპიროზე ხომ არ გავსულიყავით, გაგვესეირნა. ანუ ამ ქალმა უნდა იშვილოს ერთ-ერთი. კი, ზუსტად. და ეს კასტინგიც იმიტომ მოვიფიქრეთ, რომ ბავშვებს გული არ დაწყეთ, ან ურთიერთობა არ გაუფუჭდეთ. და ეს ქალი გაკეთებს თავის არჩევანს და თავის გზით წავა. მერე? ვერ მოიფიქრე ეს კასტინგი. მისმა თანაშემწემ ელენემ და მეც. და რის მიხედვით არჩევს ბავშვებს ასაკის, სქესის თუ უბრალოდ ნიჭის? საქმე სხვა რამეშია. ამ ქალს ყავს 5 წლის ბიჭი, რომლის ტყუპის ცალი დაიღუპა. ეს მართლაც ტრაგედია, ხო და ამ ამბის მერე ეს ბავშვი აღარ იღებს ხმას, გვეკონტაქტებაო, მაგრამ უჩუმრად. აი მე მეტირება. ჩუმად ბავშვებმა ამ თემას შევცვალოთ. ისე უნდა დაგაწყვილოთ, რომ რომელიმეს გული არ დაგწყდეთ. კარგით, ოღონდ ჩემოდნები არ დაგრჩეთ. ოიცა, გაჩერდით. ბავშვებო, ყურადღებით, თუ მოასწრებთ ამოვალგეთ ბარგი თუ არა და სადილის მერე მიხედეთ. მე ამ ნომერში ვიქნები, ანი კორიდორის ბოლოში, 30 წუთში სადილობთ. აუ, მე არ მშეძლებს, ყველაზე რომ ჩავიდე შეიძლება? აუზე როდის ჩავალ, ხომ ჩავალ. ცურვა. ბიჭო, როგორც გვეთყვენ ის უნდა მოვიქცეთ. უცხო ანაში ვართ. სახნე ძალიან შობს და არ ვანერებ. რა საყვარელი ხარ? მადლობა ივანე. ყველანი ძალიან საყვარლები ხარ. მოდი ერთად გადავწყვიტოთ, ერთად დავგეგმოთ და არ დავგვაუწყირთ, ვისაც ჩამოვედით აქ.
რეჟისორიც გველოდება. რა უნდა გადაიღოს ბაიოკი, მე შემიძლია სუპერგმირი ვიყო, გამოვედი. აი მე ოსკარზე რომ წარმატკენი. ვიტყვი რომ ჩემი პირველი ფილმი იყო, რა ქვია მაგ ფილმს? აუცილებლად დავიწყებ მადლობას ვამბობ. ანუ უკვე არჩეს, თუ საიდან ამდენი დასკვნები, რამდენი ოსკარი მიიღები კი? მაგერასთან მოწევი. მე ვარ. შენ რომ მხარესაც გინდა იქ დაწექი, ჩვენ ხომ ძმები ვართ. არა, შენ დაწექი რომ მხარესაც გინდა. მე თუ ამარჩიეს, მაშინ მეტყვი შენ საგარჩიო. არა, შენ უფრო კარგად გამიგიგა. დამიჯერე, აი ნახე. უი, წამყვებაზე არ დაგაგვიანდეს. უი, ბაცახები არ დაგჩეს. ბარბარა, ნახე რა მაგარი ხედია. ხიდი? ხედი. ვიცი ხო, წაგეკაიფე. ხიდს და ხეთ როგორღაც ვარჩევ ერთმანეთისგან. რას ფიქრობ, ვის აირჩევენ? არ ვიცი. ჩვენ რომ აგვირჩევენ ერთად, არ შეიძლება? ფილმშიც ერთად და ნომერშიც. და რამდენი უნდა აირჩიონ? არ ვიცი. ალბათ ერთი. ბავშვებო! წამო, გვეძახიან. ბარბარე, წამო ბარბარდი. კარგი ხო, მოუბარბარებ. აუ, რა მაგარი იქნება. ერთხელ დავინახე ქუჩაში ვიღაცან. აი ასე დაატკაცუნა. და მერე ვიღაცა გამოვარდა და დაიძახა მატორ. აქ არავინ არაფერს არ იტყვის. აქ უბრალოდ არჩევენ. შეიძლება კიდევ ბევრი ჩვენერინი ნახონ და მოისმინონ. არა, გოგო, საიდან მოიტანე? რა საიდან? ვინმე თქვა რომ ჩვენს გარდა სხვებს არ ნახავენ? ჩვენ რომ გაგუშვებენ მერე მაგალითად. ასე შანსები ნაკლები გვაქვს. აქ მხოლოდ 19-ნი ვართ. საერთოდ ბიჭი უნდათ თუ გოგო? ესეც არ ვიცი. გონი ორივე უნდათ, რადგან აქ ბიჭებიც ვარ და გოგოებიც. აქაც ერთად ვართ. აჰა, აქაც. ვის აწვევით? გაბი შეადგინა. აი აქ. მაშინ მე აქ. მე მაშინ ზემოთ დავწევი. რა მოხდა, რატო ხარ ესე? რაღაცა ორი მოვყარი, ოღონდ ბომბე სწორად ვერ გავიგონე. ვის რა? ანდა ლუკა ლაპარაკობდნენ ვიღაც მირანს ახსენებდნენ. რეჟისორია? მისი შვილია, ბიჭია, ბავშვი. მე რა? არაფერი, ვერ მივხვდი რაზე ლაპარაკობდნენ. რომ მივედი, უცებ გაჩვდნენ და თემაც შეცვალეს. ჩავიდეთ? აუ, მგელივით ვშიარა. მე მელიასავით. მე ყველაფერს შევჭამ და გავსუქდები. აი ასე და აბღელა გავხდები. თვითმფრინავში არ მომეწონა რაღაც პაწაწინა რაღაცები იყო. ამხელა პურებიც კი იყო. აუ, კეჩობი გადამესღა, უნდა გამოვიცვალო. მალე, თორე მშია. მახსოვს მგელივით. 10-მდე ვითვლი და მერე რა შემჭარ? შეგჭამ, გადაყლაპავ. მერე ქვევით ჩავალ და იგად შევჭამ რამეს. აი მზად ვარ, წავედით მგელო. წავედით. სუპერმენი ადგილშია. სპაიდერმენი ადგილზე. სუპერმენი აქ დაიჯინებს. ჰალკი აქ. თუ დახმარება დამჭირდება, დაგიძახე ხოლმე. კარგი და სეს დამიჯახე ხოლმე. კარგი. მაშინ მე აქ. მე-4 საწოლზე აირონმენს ეძინება, მაგრამ ჯერშია. სპაიდერმენი დაიძინებს ზევით.
სუპერვიზაცია სადირექტოროა. სპაიდერმენს პალეჩი უნდა. ჩუმა! რა თქვეს? არაფერი ისეთი. ყველაფერი კარგად დაო. სუპერმენი და სპაიდერმენი დასასვენებლად წავიდნენ. და ჰალკი. მათ სოფლიო გადაარჩინეს და დასვენება დაიმსახურეს. და სადილიჩო. წავედი. აი ორმე ნახშია. ჰა, რა, სად? ნიკა, აი შენი ჩემოდანიც. მიდი ხელები დაიბანი და ჩავიდეთ გველოდებიან. ჩემი ჩემოდანი. ყველაზე პატარა ხარ და ყველაზე დიდი ჩემოდანი გაქვს. რა დევს ასეთი დამდენი შიგნით? ეს მიმია, ეს ბიბია, ეს მიმია, ეს ამას სახელები აღარ აქვთ. ნიკა, მე სადღა დავწვე. ცრაუხო, სად წამოყვანა? სად დავაწვინო? შენ საწოლში, ეს ჩემი საწოლიანით. ხო, კარგი. ოღონ ჩემი ადგილის რომ დარჩეს, კარგი? თორე მეც ვიტირებ, მეც ხომ მინდა საწოლი. წავიდეთ გველოდებიან, ვისაუზმოთ და მეც მოგეხმარები ამ ოლაგებაში, კარგი? რა საყვარელია, როგორ არ დაეზარა ამ ყველაფრის წამოღება? ამათთვის მგონი ცალკე მაგედის გაშლა გახდება საჭირო. თუ უთხრა რეჟისორს ნიტამ, რომ ესენიც უნდა ავიყვანოთ ფილმში, მერე ნახე. იქნება პირველი ფილმი თოჯინებით, მთავარ როლებში. აჰა, ოსკარებსაც გადასცემენ. იმედია არ გვეტყვიან უკან წაიღეთო. ამში არ ჩამოვალ. მემში არ ჩამოხვალ და მეც არ ჩამოვალ. ჩადი მე არ მინდა. არა. კი. აბა რა სიზო მოთხედან გამაგდებ? აი ხო ჩამოვალ, მაგრამ არაფერ შევჭამ. და შენი საყვარელი რამე თუ იქნება? ეს კასტინგი თუ რაცა. როგორ ტარდება ხოლმე? მე მგონია ჯერ ერთს დაელაპარაკებიან, მერე მეორეს რაღაცას კითხავენ. სადილის დროს დაგაკვირდება. აი ხო, წავედით. ამაზე გემრიელი საჭმელი აღმოსინდა. აცა. რა ხო ბავარია. ამას მოვალოდი მთელი წელი რა. ხო, ბაგარი საქმეა. მაგარი. აი, გემრიელი არა. აუ ზღაპარი. ბავშვებო, როგორ ხართ? კარგად. როგორ? მადლობა, კარგად. როგორ იმგზავრეთ? ხომ არ დაიღალეთ? ოჩახ, ბავშვებო, კასტინგს ხვალ დავიწყებთ საუზმის შემდეგ. დღეს დაისვენეთ, კარგი? კარგი, მადლობა. ეს ელენია, ჩემი მენეჯერი. თუ რაიმე სურვილი გექნებათ, კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ მას მიმართოთ. შევთანხმდით? დიახ. ბავშვებთან ხომ არ მივცოლიყავით.
უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. ყველაფერი მართლაც ძალიან ლამაზია. ბავშვებიც მოხალხეები არიან. დაბძანდით. მადლობა. დაბძანდით. შერჩევას უпростоრად შეხვედრებს ჩვენთან გეგმავთ ან ყოველს ერთად თუ საკითხად. ჩვენ ასეთი რამ მოვიფიქრეთ. თითოეულ ბავშვს ჩავაწერინოთ 20 წამიანი ვიდეო. ამ ვიდეოში ბავშვები იყვნენ თავიანთ სახელებს, გვარებს, რა მოსწონთ, რა უხარიათ, რაზე ოცნებობენ. კარგი, გასაგებია, ჩავაწერინოთ და გამოგიგზავნით სამყაროს. კარგით, დღეს ჩანაწერები და შეხვედრებს რაც შეეხება, როგორ გეგმავთ? ვიდეოებს რომ ნახავ, შეიძლება ერთად, შეიძლება სათითაოდ, შემდეგ გეტყვით. ყველაფერს ისე გავაკეთებთ, რომ ბავშვები ძალიან კმაყოფილები იქნებიან. აქედანაც საჩუქრებით გავუშვებთ. ალბატონო ივანო. მოგძანდით ლუკა. არა, იყო სულ ორ წელს წაგერთმევთ. აი ესენი ბავშვების ვიდეოებია. ოპერატიულად უმოქმედიათ. კიდევ ჩემგან ამია საჭირო. არა, უბრალოდ ყველანი ერთ და იგივე ტყუილს ამბობთ. რა ტყუილს? როცა ნახავთ თავად მიწევთ. კარგი. კარგით. ბავშვებო, ცოტა ფრთხილად. ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ ძალიან ნერვიულობ. როგორ უნდა ავარჩიო ელენე? როგორ და ფილმისთვის? რა ფილმისთვის ელენე? იმ ფილმისთვის, რომელსაც არ გადავ. მე ფილმანია. დაწმართ კიდე. რა სიურპრიზია? ჩოქვილანარ მვარმი. იურეთლანები კარანარზე. სოდისე ჩოქსერები. მეძახდით? კი, რანი, გეძახდით. შენი დახმარება მჭირდება. მირანი სად არის? ელენესთან ერთად არის, ბავშვებთან არ თამაშობს, მაგრამ ყურადღებით აკვირდება. ფილმზეც ვკითხა, ვინ იღებსო და მთავარ როლში ვინ იქნება? მირანი ყოველთვის მთავარ როლშია. იცი, აქ ბავშვების ვიდეოებია. ერთად ხო არ ნახოთ? სიამოვნებით.
გამარჯობა. დღეს იქნახეთ უკვე, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გამარჯობა. მე ვარ თეკლა, 11 წლის. მიყვარს ცეკვა, სიმღერა. ხო, ცეკვა და სიმღერა. უფრო რომელი მიყვარს, ვერ გეტყვით, ორივე. თეკლა ჩემი დიდი ბებოს გამო დამარქვეს. ასე მითხრა დედამ. მანებზე არ მიკითხავს, მაგრამ აი, წამოსის წინ მკითხე და ასე მიპასუხა. მამის დედას ერქვა თეკლა და ასე გადავწყვიტეთო. თან ძალიან მიხდება, ლამაზად შერს. იმედია მოგეწონებით. ძალიან მაინტერესებს, როგორი ფილმი იქნება, ან მე რას ვითამაშებ. გეოდებით. მომეჩვენა თუ მშობლები ახსენა. გამარჯობა. მე გეგავარ. 11 წლის. მიყვარს ფეხბურთი. არ ვიცი ფეხბურთელი გჭირდება თუ არა ფილმში, მაგრამ თუ დაგჭირდებათ აქ ვარ. ფეხბურთელები პოპულარულები არიან და ერთხელ მეც გავხდები ცნობილი ფეხბურთელი და მე იყყვით. აიგა, ჩემ ფილმში გადავიღეო და თქვენი ფილმით გახდება პოპულარული. ბევრი ნახავს, ბევრი ბილეთის გაიყიდება და მე თქვენს გამდიდრდებით. მე მაქედან არაფერი არ მინდა, სულ თქვენი იყოს. მე გავხდები ცნობილი ფეხბურთელი და ესეც მეყოფა. მამასაც გავუხარდება, თან ძალიან. ყოველ ვარცე დადის, მიყურებს და მე მეტყვის რა გავაკეთე სწორად და რა არა. მე თვითვალეცინებ, სულ ესაა. ვინახე რა საყვარელია, შეხედე რა კარგია. ცაცია ვარ. არა, ცაცია ვარ და 10 წლის. ცაცია ხო ვიცი რაც არის. აი მარცხენა ფეხშო ხმარობს უფრო კარგად. ყველა მაგარი ფეხბურთელი ცაცია იყო. კვარა ცაცია, მეც მარცხენა მხარეს ვთამაშობ. ჩემი როცა სულ თამაში მაქვს ტრიბუნაზე ზია და ყვირია გაბი. მე რომ ესმის დედა და მამას ხმა, უფრო კარგად ვიწყებ თამაში და გამაქვს სკოლები. ხშირად ფეხბურთელებზე ფილმებსაც იღებენ. ბოლოს უყურებ პელეზე, როგორ ვარჯიშობდა მაგოთ, იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ ფული. მე მამამ ბურთი მეყიდა, იმიტომ რომ მუშაობს და ფულიც აქვს, ასევე ბუცებიც, მაგრამ თან არ მაქვს სახლშია. როცა მოდის მეთამაშება ხოლმე. მაგრამ როცა გვიან მოდის ბაბუა მეთამაშება ხოლმე, იმიტომ რომ დედას არ სცალია სახლის რაღაცებს აკეთებს. ვერაფერი გავიგე, ამათ თუ მშობლები ყავთ, თქვენ როგორ უნდა იშვილოთ? ამათ ფილმს გეკეთონგანია. ახლა მე დავურეკავ იმ არა, არ არის საჭირო. მე გამაფრთხილეს და ვიცი ყველაფერი. მე დათომ მქვია, მიყვარ ცეკვა. ფეხბურთი. ხოლო სერიოზულად თუ არ გატაცებული YouTube ბლოგების გადაღებით. მე ჩავწერ თუ დედას სალია. დედა მეხმარება ვიდეოების დამონტაჟებაში, იმიტომ რომ იცის როგორ დაამონტაჟოს კარგად. ხოლო თუ დედას არ სალია, მამას ვთხოვ ხოლმე. მამამაც კარგად იცის. საკუთარი არხიც მაქვს. ლეგომენ დევიდი ქვია. ლეგომენ იმიტომ დავარქვი, იმიტომ რომ მიყვარს აწყობა ლეგოების. არ მითქვია რამდენი გამომწერი მყავს. მყავს 30 გამომწერი. არა. 100. როდესაც ჩემი მშობლები ჩემთან შემოდიან, მე დავიმალები ხოლმე ჩემს ლეგოებში. და პოულობენ. სიმართლე გითხრათ, დედა უფრო მალე პოულობს ვიდრე მამა, იმიტომ რომ მამა სათვალეებს ატარებს. და კიდევ მინდა მეთქვა რაღაც თქვენთვის. მინდა ფილმში გადამიღონ, იმიტომ რომ ძალიან მინდა ცნობილი გავხდე. მერე მოვყვები ჩემს არხზე, რომ ნახონ და თუ მოეწონათ ჩემი მსახიობობა. კარგი, წავედი. მე მომავალი მოდელი ვარ. ქვია მარიამი. ჯერ 10 წლის. ჩემი საყვარელი მოდელები არიან სარა სამპალიო და ტილორ ჰილი. დედა ძალიან მიწყობს ხელს, მაგრამ მამა წინააღმდეგია. ამბობს, რომ არასერიოზულია და სხვა პროფესიაზე უნდა ვიფიქრო. ფილმზეც არ ვუთხარით. დედა მითხრა, თუ დაგამტკიცებენ, მერე ვუთხრათო. ამიტომაც არ ვეუბნევით. აქაც რომ წამოვედით, ასე უთხრა, რომ ბებიასთან მაგზავნიდა. ბებაც ჩვენსკენაა. ასე მეფერება ხოლმე. ჩემო მოდელო მარიამო, ხან შემიძლია ვიტირო.
ხანაც გავიცინო. როგორც გადაღებისას მეუბნებიან, ახლა უნდა მოიწყინო. ან პირიქით, ახლა მხიარული სახე უნდა მიიღო. მოკლედ, მოდელობას შემიძლია და მსახიობობას. რა სიტყვა შენ? ნუ საინტერესო ბავშვია ძალიან. დავიწყო. მე 10 ვარ 10 წლის. თავიდან? გავაგრძელო? ხო, მე 10 ვარ 10 წლის. ცეკვას რაც შეეხება ძალიან კარგად გავამდის. ქართული და არა ქართული. სიმღერასაც შეეხება ძალიან კარგად გავამდის, აი ძალიან კარგად. დედას ნიჭი გამომყვა. დედას ძალიან კარგად ვღერის, მაგრამ მე უფრო უკეთესად. ძლიერი ხმა მაქვს. ზოგჯერ კონცერტებს ვაწყობთ სახლში და გარეთაც. და ახალ სიმღერებს ვსწავლობთ. ყველა ფილმში, ყველაში არა, ზოგიერთ ფილმში ჭირდებათ სიმღერა. ღერიან ხოლმე, მაგას დადებითი ქვია. მე დადებითი ვარ და დადებითი უნდა გამოვიდე. მოკლედ, მომღერალი თუ დაგჭირდებათ აქვაა. ალბათ ამბავს რაღაც პრობლემები აქვს, ხო? როგორც იქნა, ჩემი ჯერიც მოვიდა. მე ყველაფერი მიყვარს და გამომდის, ცეკვაც, სიმღერაც. როგორც მამა მეუბნება, 8 წლის ბავშვებს საკმაოდ კარგადაც გამოსდით. დედა შექება არ უყვარს, მაგრამ როცა მძინავს, ანუ ვითომ მძინავს და თვალები მაქვს დახუჭული, დედა მამას ეუბნება ხოლმე, რა კარგად ცეკვავს და მღერის ბარბარეო. აი, მოვცებს. პირში არ ვაქებ, რომ თავში არ აუვარდესო და უფრო მეც მიაღწევსო. უი, ხო, ყველაზე მთავარი არ დამავიწყდეს. და როგორც იქნა ვიძახი. მე მიყვარს ვიდეოების გადაღება. ანუ გამოდის მეც რეჟისორი ვარ. აი თუ მსახიობებს აიჩევ და აღარ დაგჭირდებათ ვინც უნდა გადაიღოს, ის დაგჭირდებათ. და რა ქვია? ჰო, ოპერატორი. თუ კარგი ოპერატორი არ გყავთ, მაშინ ოსკარსაც ვერ მიიღებთ. აი ზუსტად ამიტომაც გჭირდებით მე. ვინახე რა საყვარელია, შეხედე რა კარგია. გამარჯობა, მე ივანე ვარ, 11 წლის. მიყვარს ქართული ცეკვა, რადგან მიყვარს ვიცი კიდეც. სიმღერაც ვიცი, რაღაცებზე სიარულს ვაპირებ, იმიტომ რომ ძალიან მინდა ერთ გოგოს რომ მოვეწონო. მას მომღერალი და მოცეკვავე ბიჭები მოწონს და სხვებისგან განსხვავებული და უფრო მაგარი რომ გამოჩენილი ყავი. გადაწყვიტე რომ ფილმში მიიღო მონაწილეობა. და ოდესაც ფილმში მიიღებენ, ის ნამდვილად დაინტერესდება ჩემში და თუ არ დაინტერესდება, დაინტერესდეს კაცო. უბრალოდ ესე მეც უფრო მეტი შანსი მეძლევა და მათაც ბევრი შანსი ექნება. მორჩი. ხო, ეს არც ერთ შემეცის და არც მომაჩიმა. მე რო ვეტყვი საჭირო რო იქნება. მე ვარ დამიანე, 6 წლის, ყავს უფროსი ძმა, სუპერმენი. მე მას ვეძახი დემეტრეს. დედათან კი ეძახიან დემეს. სულ ერთად ვთამაშობთ, ღერით, ცეკვავთ, ჭიდავთ. სულ მე მას უგებ, ვიცი რომ ძლიერია და მაგებინებს, იმიტომ რომ ჩემი ძამეკვა, სულ მეფრება და მივლის. მე რა ლამაზია, არა? რა სიტყვი? ისე პატარა, ანუ დიდი ვარ უკვე და შემიძლია თამაში, ფილმში თამაში, ცეკვაც ვიცი, სიმღერაც, ცეკვები და სიმღერები. დიდხანს შემიძლია ვიცეკო და უფრო დიდხანს ვიმღერო. მადვირად არ ვიღლები, ყველა სიმღერას ზეპირად ვიცი. რეკვების პატრულის, სპაიდერმენის ჟოზეს. როცა სადმე მივდივართ მანგანის, მე და მამა და დედა, მე სულ მღერი ვარ. დედა ტას მიგრავს, მამა კი არა, იმიტომ რომ მანქანას ატარებს. როცა მივართ მაშინ უკრავს ტას ხოლმე. ალბათ მოცეკვავე გამორა, ან მომღერალი, ან სუპერმენი. და როცა და ყველაზე დიდი რომ ვიქნები, მე გამოვარ თორის ბაბუა და სხვებს გავახარებ საცუქრებით და სიმღერებით.
შენ არ გინდა თითრეკა? მე არა, ჩემო საყვარელო, არ ვიცი. ვართ დუეტი ანა მარი ტანმოვარჯიშეები მოცეკვავე და ტანმოვარჯიში ანა 8 წლის და ასევე მოცეკვავე და ტანმოვარჯიშე მარიამი 8 წლის ჩვენ ვემზადებით ოლიმპიადისთვის, რომელზეც გამოვალთ ქართული პროგრამით და ქართული კომპოზიციით. ჩვენ ბავშვთა ოლიმპიადაზე გამოვალთ, მე კი დიდებისაზე და მოვიპოვეთ ოქროს მედალს. ჩვენ მომავალი ჩემპიონები ვართ. სულ პატარობიდან ერთად დავდიოდით. ხან დედიკოს მოვყავდით და მივყავდით. ხან დედები, ხან მამები გვაკითხავდნენ და იმახსოვრეთ დუეტი ანა მარი. დავიწყო? მე ვარ მამა 11 წლის. ვარ ბოლო 11 წელია. მიყვარს გემრიელებები და ფეხბურთი. მგონი ფეხბურთელი გამოვალ, იმიტომ რომ როცა გუნდებად ყოფენ, ყველას უნდა რომ მათკენ ვიყო. წყალბურთელი უბრალოდ ჯერც რა არ ვიცი, მაგრამ ვისწავლი. მამამ შემპირდა რომ გასწავლიო. მამაც მაგრად ურავს და დედაც, როცა მივიდივართ ხოლმე ზღვაზე, ყველაზე მაღალი კლდიდან ხტებიან ხოლმე და არ ეშინიათ. საერთოდ არ ეშინიათ. ოჩი, კაი. მე და თუ არ ზოგჯერ დათისოთ ძახიან, თუ გავაბრაზე ვინმე, მაშინ დავითი. 7 წლის ვარ, ბევრი რამ მიყვარს, ყველაზე ძალიან ცეკვა. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინ ცეკვავ, როცა კარგ ხასიათზე ვარ, მაშინ უფრო მეტ ცეკვავ. დედა ამბობს მოცეკვავე რომ გამოხვიდე, გავგიჟდებიო. რამე სერიოზული პროფესია უნდა აირჩიო. მე კიდე მოცეკვავე რომ არ გამოვიდე, გავგიჟდები. მარიამი ვარ 10 წლის, რა ვიცი და რა შემიძლია? ალბათ ორიგინალური არ ვიქნები და ვიტყვი ცეკვა და სიმღერა, რატო მე ხომ ბავშვი ვარ, თანაც ქართველი. აბა მითხარი, ერთი ბავშვი მაიცვას არ უყვარს ცეკვა ან სიმღერა. ყველგან მღერი, ამ ცეკვა ქუჩაშიც და სახლშიც. იმიტომ ხიარული ვარ. ერთხელ მე და დედა მთელი დღე და ღამე ვიცეკვეთ და ვიმღერეთ. მე ლამაზია, არა? რა სიტყვი? ლამაზია. 7 წლის. მიყვარს ხატვა, ვხატავ ფერადი ფანქრებით, ცარცებით, მილიანი კალმებით, ფლომასტერებით. ყველგან ვხატავ, კედლებზეც კი. მაგრამ მიშლიან მამა არა. პრინციპში არც დედა. ერთხელ დედა დავხატე, მაგრამ ისეთი არ გამომივიდა როგორც მინდოდა. მერე დედა მითხრა, მამა დახატეო, უფრო უკეთესი გამოგივაო. მე მომღერალი უნდა გამოვიდე. 9 წლის ვარ უკვე. და უკვე გადავწყვიტე. უბრალოდ ჯერ არ ვიცი, თანამედროვე მუსიკა შევასრულებ თუ ოპერას. ალბათ ორივეს. ხან ლამაზი კაბები მეცმევა, აი ისეთი სცენებზე, ოპერებში, ძველებურ ისტორიებში, როგორებიც აცვიათ. ხან ვარსკვლავებს, როგორებიც აქვთ. ბევრს ვიმოგზაურებ. მომღერლებზეც ხომ იღებენ ფილმებს. ხო და აი იქ დავაზობთ. მე ვიქნები რომელიმე მომღერალი. ოღონდ ბავშვობაში და ფილმიც ამაზე უნდა იყოს. როგორ გაიზარდა და გახდა დიდი მომღერალი. მაგარი იდეა. მე ალექსანდრე ვარ, 7 წლის და ეჭვი მაქვს, თქვენ რაზეც აპირებთ ფილმის გადაღებას ვეღარ გადაიღებთ. იმიტომ რომ ყველა ან მღერის, ან ცეკვავს, ან ფეხბურთს თამაშობს. აი მე კიდევაც ცევკავ და ფეხბურთს თამაშობ. არ ვიცი ვის გავარ. დედა ამბობს რომ ჩემნარი ნიჭიერი ხარო. მამა ჩემსავითო ვის დაუჯერო თან ისე რომ არცაც არ ეწყინოს. ალბათ ორივეს გავარ. ცოტა ერთს და ცოტა მეორეს.
სიმართლე რომ თქვა, მე მსახიობობა არც მინდო და უბრალოდ მეგობრებს გამოვყავი. მაინტერესებდა რას იზამდნენ თან ჩემი არჩევანი, უფრო წერისკენ იხრება და ხომ შეიძლება მარტო მოთხრობები კი არა, სხვა რაღაცებიც წერათ, პიესების სცენარები თქვენ გაყავით, უკვე აირჩიეთ ის, ვინც დაგიწერთ სცენარს. ყოველ შემთხვევაში დაიმახსოვრეთ, მელისა ვარ 8 წლის, სხვა რაღაცები მიყვარს და გამომდის. ნუ თუ მაინც ამირჩევთ მსახიობად, რას ვიზამ ხომ არ დაგტოვებთ, მოგეხმარებით. სალამ, მე შვენიერი ვარ, დიდი ვარ 10 წლის. მე ცეკვა და სიმღერა მიყვარს. ზოგ რამეში დედა მიჯერებს ხარის, ზოგში მამა. მეს რომელიმესაც ვგავარ. ორივეს და ცალ-ცალკე. ზოგჯერ მოწყენილი ვარ, ზოგჯერ მხიარული, ყველაზე ძალიან სახლობანას თამაში მიყვარს. მე დედა ვარ ხოლმე და შემშვილს თამაშობს ნიტა, ძალიან პატარა და ძალიან საყვარელი. მოფერება უყვარდა თამაში. ძალიან პატარა არის. ნიტას თუ როლზე თუ აიღებ, ძალიან გაუხარდება. სხვებს თუ აირჩევ, ძალიან გაუხარდება იმასაც. მე დაშა ვარ, თუ რამეა აქ ვარ. მე ნიტა ვარ. მე როცა დედა მომენატრება, ბავშვები მეთამაშებიან და მართობენ. ძალიან ბევრს მუშაობს და ამიტომ ვერ მოდის. როცა მოდის, მე უკან ძინავს. ლაშა ნიტა დაშა მეუბნებია, რომ ძირში ჩუმად გეფერება და მე ისევ მიდის სამსახურში. ადრე დილით ვდგები, ვთამაშო, მასწავლია ცეკვას, სიმღერებს, ლექსებს. ძალიან მიყვარს ცეკვა და სიმღერა. ერთხელ როცა დედა და მამა სამსახურიდან ადრე მოვლენ, მე ყველას ერთად ჩავტარებ კონცერტს. უკვე აღარ შემიძლია. როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი. Anne, sen çok çalışıyorsun. Çocuklar böyle geri gönderemeyiz. Ben de onlarla gitsem, sen bazen beni görmeye gelirsin. ბავშვებო, არ არის ფილმი. რა უფიქრებლად მოვიქეცი? მაპატიეთ. მაგრამ ვიდრე გეტყვით, თუ რა მოხდა, დარჩით ჩვენთან, ჩემთან და მირანთან 1-2 კვირა. მე არსად არ მეჩქარება. ვიცეკოთ, ვითამაშოთ, ფილმიც გადავიღოთ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენთან დარჩენა გინდოდეთ. მე გადამიღებ. რა თქმა უნდა, გადაგიღებ, რა თქმა უნდა. ყველას გადაგიღებთ, ბავშვებო.